გამოელაპარაკე უბრალოდ ქუჩაში ვინმეს და დაგიწყებენ საუბარს, მოგიყვებიან ყველაფერს საქართველოზე, როცა გებულობენ რომ ქართველი ვარ, იწყებენ ეგრევე ხინკალი, ხაჭაპური, ბათუმი, რაც კი რამე გაუგიათ, ყველაფერი ქართული სიმღერაც კი მეიმღერა ერთმა ბატონმა. გამარჯობა. და აი მოვადექით ამ უხსენებელის ძეგლს. ჩამოვედი ტაშკენტში, უზბეკეთში და ვარ სრულიად მარტო. თავს ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ, იმიტომ რომ ძალიან სიმშვიდეა, სიწყნარე, ხალხი მოძრაობს ქუჩებში. ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ სასტიკად ცხელა, 37 გრადუსია და დღეს არის 31 მაისი. პირველი, რასაც გავაკეთებ და სადაც წავალ, არის ადგილობრივი სუვენირების ბაზარში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ადგილობრივი ტანსაცმელი, ჭურჭელი და ვნახოთ ახლა რა შემოგთავაზებენ. წავიდეთ? ეს ტრადიციული ჭურჭელი. იქით ხალიჩებს ყიდიან. აი ადგილობრივი ხალათები. ძალიან ლამაზებია. აბავის მოგენატრად ბავშვობის გემო კვასი. აი აქ ყიდიან ჩამოსას ხმელს და ეხა გავსინჯავ. გაგვიმარჯვა. აუ რა კაია. ნაითან დაგათვალიერებინებთ. ეს სუბაზრის ტერიტორია. მე ისეთი Oh, thank you. Why, моется. Как тебя зовут? Спасибо. Нет, больше не надо. Не надо больше. Вошла вичавикаров. Мне больше не надо. Кушайте дома. Все. Возьмите коробку. Не, коробку не хочу. Деньги отдам тебе. 10 тысяч. Карманы. Серьезно? Тысячи дайте. Салам. Ух, как красиво. Сколько стоит? 70 тысяч. 70 тысяч. Აი რა მხელაა უბრალოდ ნახე. ესე იგი 17 ლარად მიყიდია 1 კილო ბალი. 1 კილოზე ცოტა მეტი იყო. Malina chai. Это лимон. და აი ზაფრანა, რაც თავარია. სადღაც 20 ლარი ეჭდება ამდენი ზაფრანა. Сколько стоит? Это килограмм 100 тысяч тебе. 100 тысяч килограмм. Აი მაკადემია. Нет. აი მე რა გემრიელია მაკადემია. Такой вот белый, который орех пекан. Вот тебе камеру есть? Не хочешь или как? Не. Хочешь? Да. Я просто гарантия 100%. Ага. Не дешевле. Все базары Вот одинаковые. факты есть уже Да. на камере. ესე იგი ამაზე იაფა თუ ნახეო, დაბრუნდიო და სულ ფასად გაგატანო და კამერაზე დააფიქსირო, უკვე ფაქტიო და მაკადემია, ანუ 1 კილოგრამი 25 ლარი. არ ვიცი ხა ეს კაი ფასია, ცუდი ფასია, მე მგონი კაი ფასია 25 ლარი. აქ ცოტა ხანი რომ დავრჩე, გამაკოტრებენ. ამიტომ გავეცლები ხა დროულად, სანამ დრო მაქვს, იქამდე ბაზარს განახებ. აი ქვევით არის ხორცი და რძის პროდუქტები და ზევით ამ წრეზე არის სულ ჩირები, თხილები. Это сколько в Украине? 132. Да, пока Вот, вот 130. 3 месяца, что начала пока. До свидания. ერთი ფოლოვერიც ვიშობე და მამატა გერბიჭუნა. ამ მეტროდან სრულიად შემთხვევით და გაუაზრებლად აღმოჩნდი ტაშკენტის სიტიში. ეს არის სავაჭრო ცენტრი დასახლება, რაღაც ძალიან სვეწყობა ადგილია. მე ჩემი საყიდლებით მოძრავ აქ. აი აქ უნდა ჩამოვიდე, მერე საყიდლებზე აქ უნდა წამოვიდე.
ახლა მშვენიერი ამინდია და მოდი ფეხით ცოტა გავისეირნოთ. კი მძიმეა ახლა ეს იმდენი ვაშლები ჩამიყარა იმ ბავშვმა ძალიან დამამძიმა. მაგრამ მაინც დავათვალიეროთ ქალაქი. ტაშკენტი მწვანე არის ძალიან, ფართო გზები არის, 3-4 ზოლი არის ერთი მიმართულებისთვის, მანქანებისთვის და აგერ მეტრო კი განახეთ უკვე. როგორია ხალხი ძალიან თბილი, ყურადღებიანი, უსაფრთხოა ეხა ამ დაბნელებულზე ბავშვები, ქალები, ყველა დადის გარეთ მეც არანაირად არ მაქვს არანაირი საფრთხის შეგრძნება. ჩაიცვი ისე როგორც გინდა არავინ არ არის ხმის ამომღები. უბრალოდ აი თვითონ ზოგს ლიბერალურადაც ზოგს თავზე თავსაფარი აქვს, თავშალი დახურებული. ყველას არ ახურავს თავშალი, ანუ იშვიათად. ფართო ტროტუარებია, ასევე როგორც გზები. აი ტაშკენტ City Mall-ი. ეხლა მინდა რომ ქალაქი დავათვალიეროთ თქვენთან ერთად. წავიდეთ? აი საოცარი სიცხე არის. 33 გრადუსია, გუშინ 37 გრადუსი იყო სიცხე და გარეთ გასვლა უბრალოდ შეუძლებელი იყო. აი ხა კიდე ცოტა ქარია და შედარებით ეს ნიავი ცოტა აგრილებს და აი შესაძლებელია სულ თქვა და დღეს გეგმაში მაქვს რომ ჯერ მივიდე ადგილობრივ სუვენირების ბაზარში, ნახო თუ რამე შეძენა შეიძლება. აქ აქვს ძალიან ლამაზი კერამიკის ნაკეთობები, ძალიან ლამაზი ჩანთები, ტანსაცმელი ადგილობრივი წარმოების ნაციონალური. შემდეგ უკვე მოვინახულებ ისლამური ცივილიზაციის ცენტრს და იმამის კომპლექსს. ეს ისლამური ცივილიზაციის ცენტრი საკმაოდ ახალი გახსნილია. ტაშკენტში არის ძალიან ბევრი ახალი გაკეთებული ქუჩა, ახალი აშენებული შენობები, სახლები და ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეიცვალა ეხლახანს მმართველობა. რაღა ეხლახანს, რამოდენიმე წლის წინ, როდესაც წინა პრეზიდენტი, რომელიც ფაქტიურად დიქტატორი იყო, გარდაიცვალა. მას ჰქონდა საკმაოდ ჩაკეტილი რეჟიმი და ესე თავისუფლად არ იყო აქ ხალხი, არ იყო უცხოური კომპანიები ქვეყანაში, ყველა უცხოური კომპანია დაკეტეს რაღაც პერიოდში და ყველა უცხოურმა კომპანიამ დატოვა ადრე უზბეკეთი ფაქტიურად გაყარეს ამერიკული კომპანიები განსაკუთრებით და ვთქვათ ქეშის შემოტანაც შეზღუდული იყო რომ ჩამოხვიდო ვთქვათ სამოგზაუროდ არ შეგეძლო შენგემოზე აქ დოლარის შემოტანა, კორუფცია იყო საშინელი და მოკლედ განვითარება არ მიდიოდა წინ მაგის გამო. ამის გარდა ინტერნეტი იყო შეზღუდული, ინტერნეტს ჰქონდა შეზღუდვა ესე WhatsApp-ით ვერ კომუნიცირებდნენ, ვერ ლაპარაკობდნენ, ეს თავისუფლად უნდა ქონოდა VPN-ი ასე შემდეგ. ეხლა ეს ყველაფერი მოიხსნა. უზბეკეთის განვითარება არის ფაქტიურად ტურბო რეჟიმში, ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს ძალიან ეტყობა ქალაქს, ტაშკენტს ძალიან ეტყობა. არის ძალიან ბევრი მშენებლობა, გაკეთდა ძალიან ბევრი პარკი, თანამედროვე ფინანსური ცენტრი, ტაშკენტ City ქვია ამ ფინანსურ ცენტრს. ძალიან ბევრი უცხოური კომპანია. TBC ბანკი იყო პირველი უცხოური ბანკი, რომელიც შემოვიდა უზბეკეთში და საკმაოდ წარმატებულია ეხლა. და მსგავსად ძალიან ბევრი უცხოური კომპანია გაიხსნა და ინვესტიციების შემოდინება არ წყდება. ყველაფერი, რასაც ხედავ და ათვალიერებ, არის სულ ახალი, გაკეთებული. ძალიან ლამაზია აქაურობა და როგორც თქვა, უხარია თვალს რა, მოკლედ, როგორც თბილისში გვაქვს ძველი თბილისი, აი მსგავსი, აქ არ არის, იმიტომ რომ 60-იან წლებში ფაქტიურად ახლიდან აშენდა ეს ქალაქი. იყო დიდი მიწისძვრა, რამაც დაანგრია
ქალაქის უდიდესი ნაწილი და შემდეგ კომუნისტების დროს თავიდან ააშენეს მთელი ტაშკენტი ფაქტიურად. მეტროს სადგურები გავს თითქოს თეატრის დარბაზებს. და უბრალოდ მეცინება აქ როცა ამბობენ რომ საცობები იქნება და აი ჯობია ცოტა ადრე გავიდეთ, ანუ როგორ მოძრაობას ეძახიან ესენი საცობს, ვიცით, აი თბილისში რო თავისუფალი მოძრაობაა ხოლმე, ნუ ახლა მთლად აღდგომას არა, მაგრამ აი შაბათ კვირას როცა არ არის დატვირთული მოძრაობა, აი დაახლოებით ეგეთი მოძრაობა არის ხოლმე აქ, როცა საცობს ამბობენ. და აი მოვადექით ამ უხსენებელის ძეგლს რო აგვაოხრა მთელი საქართველო 8 ჯერ შემოგვესია და არა გაძღა ქართველების სისხლით. მოკლედ ხასიათს მაინც არ გავიფუჭებ რა ხა იმ ისტორიაზე ფიქრით და რაც თავია დღეს ძალიან მეგობრულად არიან ჩვენს მიმართ განწყობილები უზბეკები, ნამდვილად მათი მთავრობაც არ არის, მათი პოლიტიკაც არ არის საქართველოს წინააღმდეგი, ამიტომ არ ვერ ხვდები რატომ არ უნდა ჩამოხვიდე და ათვალიერო, გაეცნო მათ კულტურას და ისიამოვნო აქ მოგზაურობით. მთელი სიმდიდრე, რაც ჩემს უკან ვაჟბატონმა, თემურლენგმა გაიტაცა, ყველაფერი ჩაქონდა სამარყანდში, ამიტომ ძალიან ლამაზი და ისეთი ქალაქია ისტორიული. ტაშკენტიდან არის სწრაფი მატარებელი, რომელიც ტაშკენტიდან სამარყანდში ჩადის 3 საათში და ბუხარაშიც იგივე მატარებელი ჩაგიყვანთ. თუ დაგაინტერესებთ და გადაწყვეტთ უზბეკეთში მოგზაურობას. ეს 3 ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. უზბეკეთში ტაშკენტი, სამარყანდი და ბუხარა. ხალხი არის საკმაოდ კონსერვატიული, უმეტესობას ქალებს ახურავთ თავსაბურავები, შორტებით მამაკაცებს ვერ ნახავთ მიუხედავად იმისა, რომ იწვის ყველაფერი ისეც ხელა. თუმცა არიან ძალიან ტოლერანტულები, იმიტომ რომ ანუ სასტუმროში შემხვედრია ძალიან თავისუფლად ჩაცმული ქალბატონები, ვინც თავისუფლად მოძრაობენ გარეთ, არავინ ზედ არ აშტერდება და არავინ ქათინაურებს არ ეძახის ქუჩის მეორე მხრიდან. ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან უსაფრთხო და ტოლერანტული ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონსერვატიული არის ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ძველი სასტუმროა, უზბეკისტანი. ზებრა სადაც არის, იქ ყოველთვის აჩერებენ. საკმაოდ ლამაზი ადგილები ხდება გზადაგზა და ვჩერდები ყველაფრის გადასაღებად. ძალიან მოსახერხებელი არის ის, რომ გზის მიმართულებები არის დამონტაჟებული თითქმის ყველა კუთხეში ქალაქის და Google Maps-ში ჩახედვაც კი არ მჭირდება ფაქტიურად. აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისიდან გვაქვს პირდაპირი ფრენები ტაშკენტში, რაც საკმაოდ მოსახერხებელია და ბიუჯეტური, ამიტომ რატომაც არა, სასტუმროებიც არ არის ძვირი. მე მაგალითად $100 ვიხდი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. 4 ვარსკვლავიანები და შედარებით ქალაქის ცენტრში, რაც არ არის, შეიძლება ბევრად ბიუჯეტურადაც სასტუმროს დაჯავშნა. აი, ბაზარშიც მოვედი. და ყველა ნაბიჯზე იყიდება კვასი. სიამოვნებით დავლა. ბავშვისთვისაც ასხავს საწოვარაში. Спасибо. გაგვიმარჯოს. დღეს არ მომეწონა. რა ვქნა, ძალიან უგემური იყო. არ და გუშინდელი რა კარგი გემო ქონდა მინდა. აი, ეს არის
ოლოი ბაზარი. ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ესო ძვირიანი ბაზარიაო, მანდ მდიდრები დადიანო და მან დარწახვიდეო, გამიშვა ჩვეულებრივ ბაზარში, რომელიც არის ღია და ისე დამცხაგუშენ, ლამის გული წამივიდა და ამიტომ იქ აღარ მინდა გადავიხდი ძვირს. Take my money. ეხლა ვეცდები რომ ვიპოვო სუვენირების მაღაზია. აი, ესეც სუვენირების ბაზარია, რა კულტურული ბაზარია. ტაქსის მძღოლმა შემაცდინა რა. თავიდანვე აქ უნდა მოსულიყავი, მაგრამ არა უშავს ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. და ეხლა დაგათვალიერებინებთ რა ულამაზესი კერამიკის ნაკეთობები აქვთ უზბეკეთში. და სხვა ადგილობრივი ნაწარმი, ჩირები, თხილეული, ფსტა არის ადგილობრივი წარმოების. ისეთი გემრიელი არის როგორც ირანული, მაგრამ მაინც. აი ესეც ბაზარი. ბევრად უფრო კულტურული базарია ეს და გირჩევთ აქ მოსვლას თუ გადაწყვეტავთ სუვენირების შეძენას. Какой интересный? Вам белый или? Это миндаль. Миндаль, нет. Აი, ძალიან გემრიელი ჩირია. არა კულტურული базаრი კი არის, მაგრამ ფასები ორმაგია. Сколько? Они все наши это. Это 200 тысяч килограмм. 200, нет, чересчур много. 180 левел. А миндаль. Это американский, это 160 тысяч килограмм. მადლობა. არჩე კილოგრამი 50 ლარიო და ახლა თბილისში აქედან როგორ ვათრიო? იქსაც ვიყავი 25 ლარი ღირდა კილო მეორე ბაზარში. მე მგონი ჯობია უკან გავბრუნდა იქ. ხილიც ძალიან კარგი აქვთ, თხილეულიც. ყველაფერი კარგია, მოკლედ ამ ბაზარში, უბრალოდ ფასებია მართლა ორმაგი. ახლა იქ რო არ ყოფილიყავი ნამყოფი, არც მეცოდინებოდა. ხო და ამიტომ თქვენს გირჩევთ, რომ შეიწუხეთ თავები და დიდ ბაზარში წადით თუ რამის ყიდვას აპირებთ. აი ესეც სუვენირების მაღაზია, ქვევით არის ჩასასვლელი კიბეებზე. აქ გამოვიარე და როგორ ვერ შევამჩნიე. აი ეს ჭურჭელი ამათი ადგილობრივი ძალიან მომწონს. ეზოს დეკორაციები აქვთ. თავსაფრები, შარფები, აბები. ხალიჩები. როგორი ლამაზი ჭურჭელია. აქაც ზუსტად იგივე რაღაცებია, რაც მეორე ბაზარში იყო პრინციპში. აი ესეთი ხალათი ავარჩიე ჩემთვის. მე ძალიან მომწონს. აი რა ლამაზია. გამარჯობა. მოვრჩი ვაჭრობას 100 ლარად ვიყიდე 2 ცალი ულამაზესი აბრეშუმის ხალათი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. წავიდეთ ახლა მეტროში. მეტროს ბილეთის ყიდვა საკმაოდ ადვილია. ჩასარიცხი არის, სადაც თანხას რიცხავთ, უბრალოდ ერთი მინუსი ის აქვს, რომ ხურდას არ აბრუნებს. ამიტომ ადგილობრივი ტელეფონის ნომერი თუ გაქვთ, ტელეფონის ნომერზე SIM კარტაზე ირიცხავთ ხურდას, ან უბრალოდ ზუსტად უნდა ჩარიცხოთ თანხა. აქ არის ჭაღების თემატიკა. ყველა სადგურზე არის სხვადასხვა თემატიკის ინტერიერი. ეხლა ვნახოთ შემდეგი.
ვაიმე, რა კარგია დაჯდომა. აი ძალიან დამხალა. ყველა მეტროში ამოსვლა, მაგრამ ღირდა ამად იმდენად ლამაზი მეტროს სადგურები იყო. ეხლა მოვედი ჰაზრამის იმამის კომპლექსში, რომლის ნაწილიც არის ჩემს უკან მდებარე შენობა. ეს არის სულ ახალი მუზეუმი, რომელიც გაიხსნა მარტში 2026 წელს. ისლამური ცივილიზაციის ცენტრი. და მის ყველაზე ძვირფასი ექსპონატი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხელნაწერი ყურანი, სამარყანდის ყურანი. ასევე რამოდენიმე ძველი მეჩეთია ამ კომპლექსში შესული და რამოდენიმე ისტორიული შენობა. თვითონ ეს კომპლექსი კი ტაშკენტის ერთ-ერთ ძველ უბანში, ყველაზე ძველ უბანში მდებარეობს. თვითონ ყველაზე ძველი მეჩეთი მე მგონი მე-16 საუკუნით თარიღდება, ანუ მე-16-დან მე-20 საუკუნემდე შენდებოდა ეს კომპლექსი, სხვადასხვა საუკუნეებით თარიღდება სხვადასხვა შენობები. ყველაზე ახალი შენობა ისლამური ცივილიზაციის ცენტრი. შეგნით შევალ დავათვალიერებ და თქვენს განახებთ. ვიყიდე ბილეთი. გადავიხადე 310,000 სომი. ეს არის დაახლოებით 70 ლარი. სანამ ბილეთს ვიყიდდი, ოღონდ იმდენი ფული დავხარჯე უაზროვებში. ფოტოები გადავიღე, პროფესიონალმა ფოტოგრაფმა გადამიღო მუზეუმის წინ და ესე იგი რაღაც პატარა ჯიხურია, იქ ყიდულობთ ბილეთს, ონლაინ იყიდება ბილეთები, მაგრამ გეხმარებათ ქალბატონი და ბარათით შევიძინე ეს ბილეთი. ძლივს და ეხლა შევდივარ. ისე მომწონს ეს ფერები. ულამაზესია. დავიწყებ მუზეუმით. შემოვედი მუზეუმში და მითხრეს, რომ ჯგუფს უნდა დაველოდო. არა ვიღე რუსულენოვანი ჯგუფი, ჩავდექი ინგლისურენოვანი ჯგუფების რიგში, თუმცა მარტო ვიყავი და მითხრეს, რომ მარტო ერთ ადამიანს ტურს ვერ ჩაუტარებენ, ამიტომ უნდა დაველოდო, როდის შეიკრიბება მთელი ჯგუფი, მაგრამ ანუ 7 საათია უკვე და 10 საათზე იკეტება და ხა და მითხრეს, რომ მარტო შეგეშვებთო, ოღონდ არც უკმაყოფილება უნდა გამოთქვაო და არც უნდა დაიკარგო. ხა აქ ძალიან დიდი შენობაა და არ იბოდიალო აქეთ-იქით. აი ჯვრები ვიპოვე. წარწერაზე წერია, რომ მე-8, მე-12 საუკუნით თარიღდება ეს ჯვრები. და საფლავებიდან არის ამ საფლავების დეკორაციებია. ვინიცის, საიდან მოგროვდა ეგ ჯვრები? ტაშკენტის მუზეუმში. ძალიან ლამაზი ექსპონატებია. ძალიან გრანდიოზული და თანამედროვე მუზეუმია, ძალიან ბევრი ინტერაქციული ფუნქციებით. მე აღფრთოვანებული ვარ. უბრალოდ გიდი რო არ მყავს, ეს არ მომწონს. ესეც თემურლენგის ბრძანება. დოკუმენტი, რომელიც თარიღდება მე-14 საუკუნით. იტარას ბრძანებს მაგ დოკუმენტში. იმდენი ხელნაწერი ყურანი აქვს, რომ გიდის გარეშე მე სამარყანდის ყურანი ვერ ვიპოვე. ყველაზე ძველი ან ისტორიული და ჩავიქნიე მე მგონი უკვე ხელი. ამათი ხალიჩები არის გამოფენილი. ძალიან ლამაზია. და ეს ტრადიციული სამოსი. იურტა. აქ წამოვგორდებოდი ახლა, მაგრამ შესვლა არ შეიძლება. ლამაზია. აი ხალიჩა. ხალიჩა არა, რაღაც დოქივით არის. ხალიჩები ზევით არის ჩამოკიდებული. ძალიან საინტერესო მუზეუმია.
აქ დადგები კამერაში ფოტოს გადაგიღებს და შემდეგ შენი სურათი მუშავდება და გამოდის კოსმონავტი ან პილოტი. სამახინჯი გამომიყვანა იქ. ესეც მთავარი ღირსშესანიშნაობა. აი, გარეთ ჩამაცვეს ეს, რომ დაფარული მქონდეს თავი. ნახოთ აქ ზევით რა ინა. ვაიმე, ის ყურანი მე მგონი აქ ინახება, ვიპოვე, ხალხო ვიპოვე. ვინც ეძებს ის პოულობს. არა მგონი ეს იყოს. მართლაც ულამაზესია ხელნაწერი ყურანების გამოფენა არის აქ. აი, ულამაზესი ხელნაწერებია. ნახეთ. ესენი არის მე-15 საუკუნის. როგორი ფერებია, აი ხალიჩებს გავს. ესეც მე-15-მე-16 საუკუნის. ეს ხუდი ისე მომეწონა, ამის სახში წავიღო, ძალიან ლამაზია. კამერაში კიდე არ ჩანს ეს სილამაზე. გამოვედი ახლა გარეთ და ცა არის ულამაზესი ფერის ხალხო. რა სილამაზეა. ეს სულიერად დავისვენე. დღეს დილით სხვა შორის მოვინახულე ძალიან საინტერესო ბიზნესი. და აწარმოებენ ერთჯერად კბილის ინსტრუმენტებს. ან როცა მიდიხარ კბილის ექიმთან, შეგიძლია მიიტანო შენი სარკე, აი დანარჩენებს რა ქვია, არ ვიცი რა. რასაც იყენებენ მოკლედ სტომატოლოგები, შეგიძლია იყიდო ერთჯერადი აფთიაქში და გამოიყენო ერთჯერადი მოხმარების ინსტრუმენტები. რაღაცით ბაქოს გავს. ისეთი თეთრი სახლებია. აივნებით და ეს უზბეკური ორნამენტებით. გაჩვენებთ. აქეთაც